ქართული პარტიის ლიდერის საგანგებო მიმართვა. ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს დიპლომატიურ მისიას მიმართავს და ომის ვეტერანებთან აქციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას თხოვს. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს იზიარებს. ამის დასტურად სუბარს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის განცხადება მოჰყავს, რომელშიც ბასმა ომის ვეტერანთა აქციის დარბევის ფაქტი დაგმო. ბასის ამ განცხადების შემდეგ დარბევის მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი ძალის გადამეტების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამწუხაროდ ჩვენთან დამკვიდრდა ტენდენცია, როცა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე ხელისუფლება მარტო მაშინ ახდენს რეაგირებას, როცა ამაზე საერთაშორისო საზოგადოება ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ გარდა იმისა, რომ ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივი გზით და ყველა კანონიერი გზით, რომ ეს ადამიანები იქნენ დასჯილები, მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს, რომ მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე ამ ფაქტის გამოძიებას და მისცენ ამ ფაქტს შეფასება.